საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო კომედი არქის მაყურებელო, რა თქმა უნდა, თქვენ უყურებთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას საქართველოს ფანოგი. ვაიმე, დღეს ფინალია, რა მოხდება, რა იქნება, არავინ არ იცის, მაგრამ მე მინდა ყველას წარმატება უსურვო. ხოლო ეს ოთხეული გახლავთ, რომელიც იბრძოლებს პირველი ადგილისთვის, ბექა აწულაია. ოთარ სამსონიძე, ოთარ მბარადა, შეჰ კემალი და აკაკი გაბადაძე. წარმატებები მინდა უსურვო 4 ახლოვან ბრგევაშკაც და რა თქმა უნდა ჟიური. დღეს არ იქნება ქულები, არ დაიწერება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ შეასრულებენ და როგორ წარმოაჩენენ თავს ადამიანები, ის 4 ადამიანი, ამიტომ იმსჯელებს ჩვენი ჟიური, რა თქმა უნდა ბატონ გიასთან ერთად და პრახამ აქვე ვარ, წარმოგიდგენთ. ბატონი გია სურამელაშვილი დღეს კვლავ ჩვენი სტუმარია, დიდი მადლობა ბატონო გია, ვახო ბიჭიკაშვილი, ნინო ჩხეიძე, ჩემი საყვარელი ულამაზესი და ნიკოლო ზარაბიძე. აი ეს 4 ადამიანი გადაწყვეტს დღეს, იმსჯელებენ თუ ვინ გახდება დღეს ფინალისტი, საქართველოს ფანოგის ფინალისტი, რომელიც მთელ 5000 ლარს მიიღებს საჩუქრად, ბევრ რა თქმა უნდა საინტერესო პრიზებთან ერთად. ამიტომ ძალიან ბევრი რამეა თქვენზე დამოკიდებული, როგორც ჟიურიზე რა გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა მონაწილეებზე, რომლებიც მთელი შემართებით წარდგებიან ჩვენს წინაშე. გავამხნევოთ აპლოდისმენტებით და მინდა გუშინ უყურე ხან თვალითვალიშნე ხან დღეს უნდა გვიმღეროთ ბატონო გია. აპლოდისმენტები ხა უნდა გავხსნათ დღეს. აუცილებლად უსაყვარესი სიმღერებით ჩვენი ყველასი გია სურამელაშვილის სცენაზე. დაგიჯერე ყველა სიტყვას დაგიჯერე რომ აგულში ჩემს სიყვარულს ეთროფოდი ამ დღის მერე ისევ შენ თავს დავიფიცე მეწლებია შენთან მოსვლას ველოდი დილა შენი გაზაფხულად ამაღერდება შემოდგომით წვიმა სიზმრად მოგიყვანს ყველაფერი შენ სიყვარულს დაბრალდება და ცხოვრებას გესანებად მოგირთავს გაპატიებ შესთუმებსაც გაპატიებ გულში წყენას დავივიწყებ მეცნome შენი თბილი გადინა მამატინებს ჩემ ტკივილებს თხოვნა ლამოდეს თუმრე ეს გზა შენთვის მხოლოდ შენთვის გამივლია ეს ხორება თურმე ვის რას ვიმზადებს მარტო მომდება მეში ამირია დაბრუნდი და გული გეტყვის სიმართლეს დილა შენი გაზაფხულად ამღერდება შემოდგომით წვიმა სიზმრად მოგიყვანს ყველაფერი შენ სიყვარულს დაბრალდება და ცხოვრებას კესანებით მომირთავს დაგიჯერე ყველა სიტყვას დაგიჯერე რომ მაგულში ჩემს სიყვარულს ეთრფოდი
ამ დღის მერე ისევ შენს თავს დავიფიცე მეწლებია შენთან მოსვლას ველოდი გაპატიებ შესთომებსაც გაპატიებ გულში წენას დავივიწყებ მერცმონე შენი თვილი გადიმე მამატინებს ჩემ ტკივილებს თხოვნალ ამოდეს თუმრე ეს გზა შენთვის მხოლოდ შენთვის გამიმია ეს ხორება თურმების რას მიგზადებს მარტოობა მღեղალეში ამირია დაბრუნდი და გული გეტყვის სიმართლეს ეს გზა შენთვის მხოლოდ შენთვის გამივლია ეს ცხოვრება თურმების რას გვიმზადებს მარტოობა მღեղალეში ამირია დაბრუნდი და გული გეტყვის სიმართლეს გაპატიებ შესთომებსაც გაპატიებ გულში წენას დავივიწყებ მერცმონე შენი თვლილი დაგენება ამატირებს ჩემ ტკივილებს თხოვნალ ამოდეს თუმრე შენი თვლილი დაგენება ამატირებს ჩემ ტკივილებს თხოვნალ ამოდეს თუმრე ამ დღის მერე ისევ შენ თავს დავიფიცე გაპატიებ დიდი მადლობა ბატონ გიას არაჩვეულებრივი სიმღერისთვის და იწყება ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი დღისთვის უნდა გამოვავრინოთ საქართველოს ბანოღი ფინალისტი გამარჯვებული რომელიც 5000 ლარს მიიღებს კომედი არხისგან და ყველას უსურვებ წარმატებებს თუმცა მთავარია თავი აიყვანოთ ხელში დღეს მოგახსენეთ რომ ქულებით არ შეფასდება დღეს თავარია როგორ იმღერებენ როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს ასე რომ წარმატებებს გისურვებ და მინდა სცენაზე მოვიწვიო ბექა წულაია აბარა დრომოვა და ჩვენს ასულში გადავა დრომოვა და ყველაფერი ჩაივლის აბა დაში მოგიდან ნუგეში ჩაგიხუდებ უბეში მაკოცნინე დუჩებში შენსკენა მაქვს ფიქრები ხოლო შენი ვიქნები შენ თუ ჩემი იქნები ვარც მოგიდან ნუგეში ჩაგიხუდებ უბეში მაკოცნინე დუჩებში შენსკენა მაქვს ფიქრები ხოლო შენი ვიქნები შენ თუ ჩემი იქნები
ვარც მოგიდან ნუგეშით ჩაგიხუდებულებში მაკოცნილე ლუჩებში შენსკენ ამავს ფიქრები მხოლოდ შენი ვიქნები შენ თუ შემიქნები ვარც მოგიდან ნუგეშით ჩაგიხუდებულებში მაკოცნილე ლუჩებში შენსკენ ამავს ფიქრები მხოლოდ შენი ვიქნები შენ თუ შემიქნები ვარც მოგიდან ნუგეში ჩაგიხუდებულებში მაკოცნილე ლუჩებში შენსკენ ამავს ფიქრები მხოლოდ შენი ვიქნები შენ თუ შემიქნები ვარც მოგიდან ნუგეში ჩაგიხუდებულებში მაკოცნილე ლუჩებში შენსკენ ამავს ფიქრები მხოლოდ შენი ვიქნები შენ თუ შემიქნები შენ თუ შემიქნები შენ თუ შემიქნები მადლობთ ბექა წულაია ჩემო ძვირფასო აი ასეთი ცეცხლი დაანთო ბექამ მართალია ქულები დღეს არ დაიწერება მაგრამ ძალიან საინტერესოა რა სიტყვიან ჩვენი ჟიურის წევრები ჩვენი სტუმარი გია სურამელაშვილი და ნინო ძალიან გთხოვ ზეპირად შევაფასოთ ქულების გარეშე ადამიანი რომელმაც ასე ვთქვათ ასეთი ძალიან კარგი ნომერი შემოგთავაზა გისმენთ მე პირადად დღეს ძალიან ნერვიულობ და ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო დღე არის და ძალიან ყურადღებით უსმენდი ახლა ბექას, იმიტომ რომ ბექა ერთ-ერთი ფავორიტია ჩვენი თავიდანვე და მომეწონა, მაგრამ ბექას ნომრების სხვა უფრო მომეწონა, სიმართლე გითხრათ. სუდი ნამდვილად არ იყო, ძალიან კარგი იყო, არც შენიშვნები არ მაქვს, მაგრამ თუნდაც ის ნომერი, რომელიც უკვე ინტერნეტში გავრცელდა, რომელიც წინა ტურში იმღერეს შენს მეგობრებთან ერთად, ბევრად უფრო დასამახსოვრებელი და უფრო ახვთოვანდი იმ ნომრით, ვიდრე დღეს. დიდი მადლობა ნინო, ახო გისმენთ. მოდი გიამ შეაფასოს ამ შემთხვევაში. კი ბატონო, გია სურამელაშვილს უსმენთ, გია. აი ეს არის ერთ-ერთი ფინალისტი და ძალიან საინტერესოა რა სიტყვით. მე არ მინახია ძველი სიმღერები, რა იმღერა ჩვენმა ბექამ, მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ მაინც ცოტა უნდა გამختارიყავი, რომ იცი რომ ფინალში მიდიხარ, მუცელეც ჩემი არ იყოს ხანდახან. ხო და ცოტა გამختارიყავი, ცოტა უფრო მოქნილობა, ცოტა უფრო ის, რაც მომღერალს შეშვენეს. რაც შეეხება სიმღერას, ხა მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ზედმეტად, იმიტომ რომ უფრო ჩემმა კოლეგებმა იციან შენი ნამღერი. ძალიან ჩვეულებრივი. კარგი, ლამაზად ნამღერი. გახდი და უფრო მეტი მოძრაობა. დიდი მადლობა ბატონო გია და ვახო. ძანი. ხო, ბექა რატომ არის ჩვენი ფავორიტი? აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ მთელი ტურები რაც გავიარეთ საქართველოს ფანოღის ანუ ამ ადამიანს ეთყობა განვითარება და მე მინდა ვთქვა და აღვნიშნო რომ ამ ადამიანისგან წამოვიდა ის რასაც ველოდებოდით. ანუ მივიდა რაღაც კონდენციამდე, რასაც ქვია შეიძლება ითქვას კონკურსის წესები. ყველა ტურში განვითარდა და დღესაც ვთვლი რომ თავისი თავი ერთსეულად წარმოაჩინა მიუხედავად იმისა რომ ნერვიულობდა. წარმატებებს გისურვებ. არ ვიცი, დანარჩენი სამი ადამიანი რას იზავს დღეს, მეც ძალიან ნერვიულობ. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ნამდვილად. გეთახა ძალიან ცუდად ნერვიულობ. ნიკა გისმენთ? დიახ, მეც გადავაგრძელებ და იმ შეუერთებ იმას, რომ ბექა ძალიან დიახ და მეც მართლა ნერვიულობ ყველა სხვა ტურისგან განსხვავებით, იმიტომ რომ დღეს ფინალია და
ჩვენთვისაც ისევე საპასუხისმგებლოა, როგორც ჩვენი კონკურსანტებისთვის. მე ვიტყვი და არც განსაკუთრებული არ ვიქნები ბექას შეფასებაში, იმიტომ რომ ბექა მე ძალიან მომწონს და დღესაც ვიქნები იმ აზრზე ვრჩები, რომ ბექა ერთ-ერთი ფავორიტია ჩვენი კონკურსის. ავიცი, მე წარმატებები მინდა უსურო დანარჩენებსაც ნახავ და შემდეგ დიდი მადლობა. ბექა, უღრმესი მადლობა, წარმატებები, დოლი არ დაგჭირს, დოლი, პრასი არ გინდა გვაქვს. აბა შენ იცი, ჩემო ძვირფასო, უნდა გავითვალისწინოთ წამყვანებს მუცელი შვენის, მომღერლებს არა, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ მე არ მომიწევს შესუნთქული საუბარი. ხო ასია, ხო მეტახმებით. ასე რომ რა ვქნა, იძაბება, ვიცი, ღელავენ ჩვენი არა. ჩვენი კონკურსანტები ძალიან ღელავენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი პრიზებია ფინალია და ძალიან კარგი პრიზებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი მაინც 5000 ლარის მფლობელი ვინ გახდება და შეხვდება ახალ 2015 წელს სოლიდური თანხით გასარკვევია. და შემდეგი კონკურსანტი, ადამიანი, რომელიც ძალიან გვიყვარს, ფსევდონიმი აქვს უკვე თავისი, ოთარ ბარადა. ნინიკო, ეხა ნინიკო ამაყოფილა ის დრო ნინიკო წარსულზე არ ვიფიქრო ეშმაკმაც აიღო ეს ეკლესია რა დიდებულია კიბეზე ჩამოვდივარ მარტო არსად მეჩქარება არსად მომელია ლავშენთან შეხვედრას ნადრო არსად მეჩქარება არსად მომელია კლავშენთან შეხვედრას ნადრო შენ თუ მიმატოვე ვის უნდა შევჩილო ვის უთხრა წუხილი კამარა თმებში რომ ნაბარდო შენი ალერსია ო არა კარია კარი ალბათ ოთარ სამსონიძე იგივე ოთარ ბარადა აი ასე წარმოაჩინა დღეს ამ ფინალში თავი და ვნახოთ
როგორ შეაფასებთ სიტყვიერად რა თქმა უნდა. მე არ ვიცი დღეს ნერვიულობის ბრალია თუ სხვა ყურით გისმენთ წინაზე უფრო მომეწონა ეს სიმღერა შენი შესრულებით უფრო გულით იმღერა შეიძლება მოგწყინდა ეს ერთ და იგივე სიმღერის შესრულება იმიტომ წინაზე რაღაცა უფრო მეტი გრძნობა ჰქონდა ჩანდებული თუმცა მომწონს ძალიან ეს სიმღერა შენი შესრულებით და ჩვენი პირობა ძალაშია ამ სიმღერას ჩაგიწერთ ჩვენ და დატრიალდება რადიო დარდიმანში და გახდება პოპულარული დაწინებული გია ბატონო გისმენთ მე არ მომისმენია თქვენი შესრულებული სიმღერები ნამდვილად მაგრამ აშკარად რა ვიცი დღეს ნამდვილად ანერვიულობდით ფინალისტი ხართ და დღეს არ უნდა გენერვიულოთ უფრო მეტად უნდა გამოგეჩინათ თავი მე ესე ვფიქრობდი დიდი მადლობა ბატონო გია უღრმესი მადლობა ფინალში მოხვედრას არ ვიცი რა ხდება მაგ საკითხში და სასწაული ხდება ხოლმე და თქვენ საერთოდ მომზადებელი ხართ ესე მგონია რაღაც ის მოდუნებული ხართ გეხართ ესე და მღერი ხართ რატო ლამაზად უნდა გემღერათ უფრო მეტად მე მაგალითად არ ვიცი გაოგნებული გიყურებთ მადლობა ბატონო გადავეცით სიტყვა ჟიურის იმ წევს რომელიც ყოველთვის თითქმის დადებითად საუბრობს შენიშვნები მიიღო ბატონმა უთარმა მე მინდა რომ კარგი უთხრა ოთარი კარგი ბიჭია მას არ უნდა ხება ხო რაღაცეები ნუ პროფესიონალები როცა საუბრობენ ეს უნდა მივიღოთ ოთარი კარგი ბიჭია და შემთხვევით არ არის ფინალში მე ამას ვიტყვი ბრავო შემთხვევით არა ხარ ფინალში ეს მე არ ეხლა გამოხვალ გვერდით მე ეს არ მithქვია ჩემო კარგობაში ძალიან კარგად ლამაზად ვღერი ხარ უბრალოდ უფრო შეიძლება და მეთქი რა უფრო ლამაზად რა თქმა უნდა ფინალია და უფრო მეტად უნდა მოგენდომებინა ფინალისტი რო ხარ რა თქმა უნდა არის რაღაცა დადებითი ენერგია და რაღაც გაუგნება ხო რაღაცა ხო ნინო ჩვენ კონკურსებში მიგვიღია მონაწილეობა სიბერეში ვართ ახლა მაგრამ ახალგაზრდობაში მე 5 ადგილი ავიღე მაგრამ სასწაული კრიტოი მითხრა შენ რა კრიტოი ბიჭი ყოფილხარო აბა ბრავო მე და მაია ასმანეძე ვიყავით იალტა იყო მაშინ იურმალა არა და მე 5 ადგილი რო ავიღე ეს იყო რაღაც სასწაული და ესპანური სიმღერა ვიმღერე და რო გამომაცხადეს და იმ წუთში დამავიწყდა ყველა ესპანური ვიმღერია ქართულად და დაბრენინი მეუბნება მე ბანკეთზე რომ აი ყველასე მაგარი ნიჭიერი კაცი ხარო იმიტომ რომ ყველაფერი იმღერეო ვერაფერი ვერ გავიგე რა იმღერეო მეც მოახერხეო და აი მაგაში მოგეცითო მე 5 ადგილიო ყოველთვის მობილიზირებული, ყოველთვის ლამაზად გემრიელად. ეს ღიბით ცოტა უნდა შეიგდო, ლამაზად. ცეკვაში და იმაში არ მიშლის ხილს, ანუ ეს მინდა და მეთქვა ბატონო ნიკა. ესე იგი, წარმატებები უსურვებ რა თქმა უნდა. ოთარ, წარმატებები ჩემო ძირფასო, რაღაცის თქმა უნდა, ოთარ ბატონს და მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ, პატრიარქის აღსაყდრების დღე არის დღეს. და გადმოგცეთ საჩუქრები და ეს კიდე პირადად ბატონ ეკას ხა ეგარი მე მგონი ტრუსები აჩუქა ტრუსები წავედი ხამე გავქანდები ქორივით რა აბა შენიცი მინდა ჩემ ტელემაყურებელს მიმართო და დარჩენ ორ კონკურსანტს ისე როგორც უკვე გამოსვლელს უშურო წარმატებები იმიტომ რომ 5000 ლარია 5000 ლარი საპრიზო ფონდი მაისური აღმოჩნდა საჩუქარი მშვენიერი მადლობა ოთარს და რა თქმა უნდა რესტორან გაგრას დიდი მადლობა რომ მასპინძელია და ინარჩუნებს ან სტატუსს მშვენივრად და რა თქმა უნდა მზარეულ ჯოჯუს არაჩვეულებრივ ჯოჯუს რომელიც შესანიშნავ კერძებს გვთავაზობს ბატონო გია ყველა მიმღერა და მეც მინდა რომ ერთი სიმღერა შეშუნთქულზე ვიმღერო როგორც მომღერებს ღირს უწუნებთ ხოლმე მაშასე აპლოდისმენტები ეს უნდა მოგხსნა
მინდა გითხრა ჩემო კარგებო მინდა თქვენი სიყვარული გავბედო ღმერთმა მოგცეთ სიხარული ულები ჯიბეში კი მწვანე ფულები ეს დაეცებ ვინ რა სიტყვის მიდითქვას თანაც ჩუმად ჩაიხედო გულებში თავარია გავიღიმოდეს თვალები გვინო გქონდეს დუდუკი და ქალები გაიღიმეთ ლამაზია ცხოვრება გაიხარებ თორე მუცებ მოგჭება თუ სიკეთის გაკეთება ჩვევია მაშინ ყველა მართლა ბედნიერია 1 2 3 4 სიხარული უცება მოდის როგორ მინდა კარგად იყო 5 6 7 8 რა კარგია ცხოვრება ვიმღეროთ და გავიღიმოთ 1 2 3 4 სიხარული უცება მოდის როგორ მინდა კარგად იყო 5 6 7 8 რა კარგია ცხოვრება ვიმღეროთ და გავიღიმოთ წლები ისე სწრაფად მიქრია უცებ წუთში გაილევა ცხოვრება როგორ გონია წინგზა კიდევ დიდია ყველაფერი უცებ წამში მორჩება ამიტომაც თუ გიყავართ აპატიე გაუხარეთ გულები ვერასოდეს ვერ მოუგებ სიყვარულს აიაც არ უნდა ბევრი იყოს ფულები გაიღიმეთ ლამაზია ცხოვრება გაიხარეთ თორე მუცებ მოგჭება თუ სიკეთის გაკეთება ჩვევია მაშინ ყველა უფრო ბედნიერია 1 2 3 4 სიხარული უცება მოდის როგორ მინდა კარგად იყო 5 6 7 8 რა კარგია ცხოვრება ვიმღეროთ და გავიღიმოთ 1 2 3 4 სიხარული უცება მოდის როგორ მინდა კარგად იყო 5 6 7 8 რა კარგია ცხოვრება ვიმღეროთ და გავიღიმოთ Davida! Vidi! Reti ori sami otri sixavaruli utseba modis როგორ მინდა კარგად იყო 5 6 7 8 რა კარგია ცხოვრება ვიმღეროთ და გავიღიმოთ 1 2 3 4 სიხარული უცება მოდის როგორ მინდა კარგად იყო 5 6 7 8 რა კარგია ცხოვრება ვიმღეროთ და გავიღიმოთ ვიმღეროთ და გავიღიმოთ ვიმღეროთ და გავიღიმოთ ტასი ჯან დიდი მადლობა ყველას ასეთი აქტიურობისთვის და შემდეგი მონაწილე უნდა გამოვაცხადოთ რომელიც აქ კარგად ცეკვავდა და დაავიწყდა მე მგონი რომ კონკურსანტი ის არის და მე არა შეჰ კემალი სცენაზე შევეგებოთ ძალიან მონადრები ხარ დავრი ვარ თურ მელოდი კლავ ვარები ხარ ვერაფერი შენი ფასი რადგან შეხარ კვადრი ფასი ვერაფერი შენი ფასი რადგან შეხარ კვადრი ფასი
ლეილა ხარ თვალ წარდაცი მე ჯერ უმათ იქცევა კაცი ლეილა ხარ თვალ წარდაცი მე ჯერ უმათ იქცევა კაცი ქვეყანა ხარ მზედამთვარე ნუ დამტანჯავ შენი ბრალე ქვეყანა ხარ მზედამთვარე ნუ დამტანჯავ შენი ბრალე რა თქილია შენი ბაგე ლამაზი ხარ ნუ დამდაგე რა თქილია შენი ბაგე შაქარი ხარ ნუ დამდაგე რაც რემლია აქციტებ თვალებს ვეღარ უძლებ დარდის ალებს რაც რემლია აქციტებ თვალებს შემოდურბა საიათნობა მე ვარ სიყვარულის მონა შემოდურბა საიათნობა მე ვარ სიყვარულის მონა გაიხარეთ მადლობა ბრავო დიდი მადლობა შეჰ ქემალი საინტერესო შემოთავაზება იყო ძალიან კარგი გია მაინტერესებს დავშვიდით დარბაზი პუბლიკა დავწყნადით გემრიელი იყო კარგად იცეკვეთ მაგრამ გავიგოთ ყველაზე მთავარი რას ფიქრობენ ჩვენი სტუმრები გია გისმენთ მოსმენელი მქონდა ეს სიმღერა სხვათა შორის იმიტომ რომ ამ პროექტს ყველა უყურებს მინდოდა არ მინდოდა უბრალოდ ჩემი პროექტი რომ ჩემი რა ქვია მაგას ტური ვერ ნახე კონცერტი მქონდა იმ დღეს თორე დაანჩენე სულ გიყურებთ ხოლმე და კი ერთ-ერთი ლიდერი სიმღერაა თქვენი შესრულებით გავიგე რომ ძალიან კარგად იმღერეთ ნაკვალები და ნაკვალებს ძალიან ბევრი ვერ მღერის ნაკვალებს დავყურებ ხო თურმე ვერ მღერია ძალიან მომნატრები ხარ დავყვილ ვარ თუ რა მელოდი ამე შესანაკვალებს ბრავო ძალიან მომნატრები ხარ კარგია ძალიან კარგია დიდი მადლობა ვიცი ძალიან მიხარია რომ აი ბოლო ფინალამდე მოხვედით და წარმატებებს გისურვებთ მადლობა ბატონო გია ნოვახობ ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის შეჰ ქემალისგან წამოვიდა ენერგეტიკა პუბლიკაც დამეთანხმება ამ ყველაფერში თავისი აპლოდისმენტებით მადლობა წარმატებებს გისურვებთ მეც რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებთ მომწონს ეს სიმღერა თქვენი შესრულებით ყველაზე მეტად უბრალოდ დღეს მიჭირს ძალიან იმიტომ რომ ყველაფერზე ერთად ვფიქრობთ გადაწყვეტილებაზე ძალიან კრიტიკული ვარ და ძალიან ნერვიულობ და კარგი იყო კარგი მადლობა ნიკოლოზ გისმენთ ნუ რა თქმა უნდა მეც როგორც აღარ აღნიშნე აქ ფინალში შემთხვევით არავინ არ არის და ეს ადამიანიც ჩვენი პროექტის დაწყებიდან ჯერ კიდევ კასტინგებიდან როცა ის შეერჩა ნუ თავისი განსაკუთრებული აქვს და დამახასიათებელი და ამის გამოც არის აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შემთხვევით არ მომხდარა ის და არ მოსულა აქამდე დაუდნიჭიერი ადამიანია ძალიან მე წარმატებები მინდა გისურვოთ წარმატებები შეჰქემალს დაიკავეთ თქვენი ადგილი და ვერ გისურვებთ რომ არ ინერვიულოთ იმიტომ რომ ფაქტს ვერ გავექცევით ის სამი ადამიანი ახლა უფრო ნერვიულობს და ხოლო მეოთხე კონკურსანტი რომელმაც ჯერ კიდევ უნდა წარმოაჩინოს თავისი თავი მინდა მოვიწვიოს სცენაზე და ეს გახლავთ აკაკი გაბადაძე
გელი გელი მოგელი მე წუთი ყოველი და აჭრდილი ვიდამდევს ხორების გზაზე და მაინც წვიმს და შეღებილობდები წვიმს და წვიმა აღარ გადაიღო წვიმს და შავა შეღებილობდები წვიმს და წვიმა აღარ გადაიღო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯოს ნუ თუ მართლა გაქრა სიყვარული ნუ თუ მართლა შემიძულე გიჟო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯოს ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯოს წვიმს და შავა შეღებილობდები წვიმს და წვიმა აღარ გადაიღო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯოს ნუ თუ მართლა გაქრა სიყვარული ნუ თუ მართლა შემიძულე გიჟო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯოს გახსოვს მაშინ შენ დამტოვე მარტო ნუ თუ ჩემში მოღალატებოვე ხელი მგარი გადამაგდე მდგარში მოგაცახე ვეღარ გაგაქონე ნუ თუ მართლა გაქრა სიყვარული ნუ თუ მართლა შემიძულე გიჟო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯოს ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯოს აკაკი გაბადაძე შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და გია ძალიან გთხოვ რომ თქვა ორი სიტყვა იმდენად ვერაფერს ვერ ვიტყვი რამდენადაც ბევრჯერ არ მომისმენია ეს პროექტი მაგრამ ძალიან ლამაზად შესრულება იყო ძალიან
გებრიელის შესრულება იყო, რომ მე თვითონაც ძალიან ლამაზ ხასიათზე მომიყვანე. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა მოვეფერო კაკული გურიელაშვილს. ძალიან გემრიელად ასრულებს ის ადამიანი ამ სიმღერას და არ შემიძლია ასევე არ ვთქვა, აკაკიმ დღეს ძალიან კარგად, როგორც წინაზე სიმღერა შეასრულა, დღესაც ძალიან კარგად შეასრულა. იმაზე უფრო კარგად შეასრულა, ვიდრე წარმომედგინან და აპლოდისმენტები შენ. ბრავო. გინო. ნამდვილად, ბრავო, აკაკი, ძალიან მომწონს ხარ ბოლო 2-3 ტურია, აშკარად გეტყობა, რომ მთელი პროექტის მათზე ყოველი წინ და წინ მიდიოდი და ყოველი ნაბიჯი იყო იზრდებოდი და იზრდები. ძალიან მიხარია და წარმატება მინდა გისურვო. დიდი მადლობა, ნიკა. ნამდვილად მეც მინდა ვთქვა, რომ დღეს ღირსეულად წარსდგა აკაკი ფინალურ ტურში და ძალიან კარგად იმღერა. ის მართლა იზრდება ტურიდან ტურამდე. ვოკალურადაც და ფიზიკურადაც, მე მგონი. მადლობა, ნიკა. დიდი მადლობა კარგი შესრულებით. მადლობა, დაიკავე შენი ადგილი და ძვირფასო უძვირფასესო. სულზე უტკბესო ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო, რომელმაც მე მინდა პირველი რიგში მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ რომ არა თქვენ ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი რეიტინგები, რომელმაც პირველი ადგილი დაგვაკავებინა რეიტინგებში, როგორც საქართველოს ფანოღია და დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორებს ასეთი კარგი პროექტის შექმნისთვის და დგება დრო, რომ უნდა გავიგოთ თუ ვინ გახდება წლევანდელი წლის საქართველოს ფანოღი. რა თქმა უნდა, ამაზე იმსჯელებს ჟიური და სანამ ჩვენი ჟიური გადაწყვეტილებას მიიღებს, მინდა სცენა დაუთმო ყველასთვის საყვარელ გიას ურამელაშვილს. დავდივარ დაგეწე და მაინც ყოველთვის გთმო მიყვარდი რატომღაც არ გენდე წავედი შოს მაინც შენზე ფიქრები მათოს და ტრფობის ღამე იწყება დღეს სხვასთან ვარ და მაინც შენ არ გთმო ალერსი შევხედავ მზეს არ მინდა ცხოვრება დავიწყო თავიდან მოგონებების დარდი და ფერფლის ჩაგიხუტე გულში წამდე აპრენო არ მინდა ცხოვრება დავიწყო თავიდან მოგონებების დარდი და ფერფლის ჩაგიხუტე გულში წამდე აპრენო ობა ეთყობაცნელია მე ჩემთან მომიყვანს გზა მივდივარ მე ყველგან მელია მე ქვეყნა და როვინ უნდა შენს მაგივრად ჩურჩულებს კარი მინდოდი შენ და მოვიდა სხვა მონატრების ფიქრებით დაღლის გეზახი და ბრუნდი გვა არ მინდა ცხოვრება დავიწყო თავიდან მოგონებების დარდი და ფერფლის ჩაგიხუტე გულში წამდე აპრენო არ მინდა ცხოვრება დავიწყო თავიდან მოგონებების დარდი და ფერფლის ჩაგიხუტე გულში წამდე აპრენო ოპა
ჩაგიყუტებ გულში წამდე აფრენ არა 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 მინდა ცხოვრება დავიწყო თავიდან მოგონებების დადი და ფერფლის ჩაგიყუტებ გულში წამდე აფრენ გია სურამელაშვილი დიდი მადლობა ბატონო გია ესე იგი ძალიან რთულია ეს ყოველივე ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ მე მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ რომ რუსთავი 2 და კომედი არხი ერთად თამაშობენ ესეთი თამაშია საიდუმლო სანტა და სეკრეტ სანტა ასე ქვია მოკლედ და რუსთავი 2-ის დედოფალს მაკა მიქაძეს მიეძღვნება სიმღერა რომელსაც ულამაზესი რინო ჩხეიძე შეგვისრულებს და ასევე ყველა ოჯახში მოგეხსენებათ ახალ წელს ტრადიციულად გოჭი იწვება გოჭია ხოლმე სუფრაზე და რუსთავი 2-ის დედოფალ მაკა მიქაძეს გადაეცემა კურდღელი შემწვარი ამ ახალ წლისთვის ოღონდ რა თქმა უნდა ბოლოკით ნინო გთხოვ ჩემო საყვარელო ერთი კიდევ უნდა მოვისმინო შენი სიმღერა და შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ გამარჯვებულებს სიმღერა ეძღვნება რუსთავი 2-ის დედოფალ მაკა მიქაძეს ბრავო ნინო დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო უღრმესი მადლობა ყველა მონაწილეს და რა თქმა უნდა აპლოდისმენტები მჭირდება ის არაფერი არ გამოვა და 4 ფინალისტი მინდა მოვიწიო სცენაზე 4-ვე ბექა წულაია ოთარ სამსონიძე შეჰ ქემალი აკაკი გაბადაძე გთხოვთ მობრძანდით სცენაზე მობრძანდით აპლოდისმენტების თანხლებით სხვანაირად არ გამოვა მე მესმის რომ ძალიან ღელავენ მაგრამ გადაწყვეტილება ჩემთვის როგორც ვიცი ცნობილია მაგრამ მივესალმოთ აპლოდისმენტებით ეს 4 მუშკეტერი არაჩვეულებრივი ესე იგი მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ადამიანი
რომელიც ჯერ მოვიწევ და მე ცოტას გაწვალებთ რა სიტყვის ვნახოთ. ესე იგი, V2G საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი ნათია ბადირეიშვილი. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კომედია აქვს ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის. ჟიურის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და რა თქმა უნდა ჩვენ წამყვანს უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ჩემო ძირფასო და ნათია ვის და რას გადასცემს მე ხდა პატივი მეოთხე ადგილი დაიკავა გავიდა საპრიზო მეოთხე ადგილზე ადამიანი რომელიც ძალიან საყვარელი ადამიანია ესე იგი მე მინდა ესეთი ოთარ ბარადა გილოცავ ჩემო კარგო და ნათია აბა რა შეხვდება ჩვენს ოთარ V2G-ს და კომპანია Samsung-ის სახელით მას გადაეცემა Samsung-ის ტელეფონი Samsung Galaxy. ბრავო! ბრავო! დიდი მადლობა ორივეს ყოველ დაიკავოთ ნათია დიდი მადლობა შეგიძლია შენი ადგილი გილოცავ დაიკავო და მინდა სცენაზე მოვიწიო ვახუნხულა ვახო ბიჭიკაშვილი რომელიც გამოამჟღავნებს მესამე ადგილის მფლობელს აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ძვირფასო მეგობრებო დიდი მადლობა კომედია არხს დიდი მადლობა საქართველოს ფანოხს თქვენი აპლოდისმენტები მესამე ადგილს გადაეცემა არაჩვეულებრივი პრიზი ეს არის კომპიუტერი ლეპტოპის სახით როგორც არის აპლოდისმენტები ბრავო და რა თქმა უნდა რადიო დარდიმანდისგან სიმღერა რომელიც იტრიალებს რა თქმა უნდა და იქნება როტაციაზე ესე რომ ვთქვათ როგორც ვიტყვიან ხოლმე მოკლედ მესამე ადგილი მინდა მიულოცო ბატონ აკაკი გაბადაძეს ბრავო 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 მშვენიერი ლეპტოპი, მშვენიერი სიმღერა, რომელსაც შენ არჩევ, რა თქმა უნდა, დაჯდება რადიოში იტრიალებს და ყველაფერი კარგად იქნება, გილოცავ წარმატებას. აკაკი გთხოვ დაიკავო შენი ადგილი და გადმოგცემენ შენს უკვე შენ საკუთრებაში ესე შუაში ბიჭებო, ყოფ ლეპტოპს, აკაკის მიულოცოთ კიდევ ერთხელ მესამე ადგილი. და მინდა სცენაზე მოვიწვიო. ულამაზესი ნინო ჩხეიძე და ნიკა არაბიძე მშვენიერი აღნაგობის ვაჟკაცი ასევე გთხოვთ. მივესალმოთ. ნახოთ რას გვეტყვიან ადამიანები. აპლოდისმენტები არ შეწყდეს. გთხოვთ. ჯერ გამოვაცხადებთ პრიზებს, თუ რა ეკუთვნის პირველ და მეორე ადგილს და შემდეგ უკვე ნიკა გამოვაცხადებს, თუ პაატა გამოვაცხადებს. ესე იგი მე უნდა ჩემი თავი უნდა აცებინო ნახალს გასაგებია. კი ბატონო. ესე იგი მე ვიტყვი რა ეკუთვნის მეორე ადგილზე გასულს. ეკუთვნის ერთწლიანი სამსახური რადიო დარდიმანჩი. ბრავო! კარგია. და სიმღერის ჩაწერა ბუთქუნა და თამაზასთან დუეტი და კლიპი, რომელიც იტრიალებს კომედია არხზე. შესანიშნავი, ნახოთ პირველ ადგილს რა გადაეცემა და როგორც ვიცით უკვე დაახლოებით. დიახ. რა შეეხება პირველ ადგილს, მას წილად ხვდება ბედნიერება, ხალბატონ ნინო ჩხეიძესთან ჩაწეროს დუეტი. ბრავო! არა მარტო დუეტი და ეს სიმღერა შემდეგ იტრიალებს კომედია არხზე ტელევიზიით ანუ სერიოზულ და რა თქმა უნდა ის 5000 ლარი რომლის ფლობელიც გახდება ერთი ადამიანი ამ ორიდან და შესანიშნავი პრიზი ალბათ ამეთანხმებით ამ წინა საახალწლოდ სიამოვნებით გავხდებოდით საქართველოს ფანოღი რა ვიცი, მე მგონი შესანიშნავი პრიზები ხვდება როგორც პირველ ისე მეორე ადგილს და მოდით ნუ გამოვცდით აი ამ ორი ადამიანის და ჩვენი დამსწრე საზოგადოების და ტელემაყურებლების მოთმინებას და შეგვიძლია ბატონო პაატა მე გადმოგცეთ ეს
მე თუ გადმომცემ წავედი მჭირდება და სახელმწიფო ახლა არ არის პრობლემა. ესე იგი, არც მე არ მიყვარს ახლა და არ მინდა რომ რაღაცა ჩვენ მაინც გამორჩეული პროექტია ისეთი როგორც საქართველოს ფანოღია და არ მინდა ხო ვიცი რო აწერია მაგრამ ხო არ ვიცით ვის გადაეცემა ეს 5000 ლარი. ამიტომ მე არ მინდა დავემსგავსო სხვა აწერია არაფერიც არ აწერია. არ მინდა მოკლედ დავემსგავსო სხვა პროექტებს რომლებიც ასე ანერვირებენ ხოლმე კონკურსანტებს. ვაიმე რა აწერია? რა? ნიკა არაბიძე. 5000 ლარი. ესე და იგი მიწერილია სურამელაშვილს თუ გაუყოფს კარგი იქნება. დიახ, აი ბატონო ბატა, ინე. ესე იგი მე აქვე მინდა ვთქვა და უთხრა ჩვენ ტელემაყურებელს რაც მთავარია ეს პროექტი იქნება მომავალ წელსაც და იქნება ძალიან მაგრად და ვშიშობ რომ სხვა ტელევიზიები აღარ დარჩება ტელესვიფსეში ესეთი პროექტებით, იმიტომ რომ ნამდვილად ყველა რეიტინგი მოხსენით, რა ვქნათ ეს ჩვენ არ ვიგონებთ, თქვენი გადაწყვეტილება და ჩვენ მაყურებელს დიდი მადლობა ჩვენი ერთგულობისთვის, ხო ასია? რაზე ფიქრობთ ხო? კარგით, მოკლედ 2014 წლის საქართველოს ფანოღი გახდა შაჰ კემალი! Ai, ჩემო ძმაო. გულოცა. Bravo, აპლოდისმენტები. Taramtazi, me geromatic tseva katio. Kwetana kharam zedam toare, nu dam tanjab shemi brale. Kwetana kharam zedam toare, nu dam tanjab shemi brale. Radmilya sheni bage shakari khar no dam dage Radmilya sheni bage shakari khar no dam dage Vegarishli dardi salevs Razremliak ziter toalev Vegaruzlev dardi salevs Razremliak ziter toalev Čemo durpa sajat nova Nevar zihvarulis mona Čemo durpa sajat nova Nevar zihvarulis mona შემიშვილის ოპერაციისთვის ვიდა და ზუსტად. ანუ